ისათა და დისტრიქტ უსეთკისათა გილოცავთ დადის დღესასწაულს ამ ღვთისმშობლის ხატის კიდევ ერთი სასწაულის მაუწყებელი არის ხატი რომელიც ჩვენ ვიცხადებს რომ უფალი ყველა ადამიანს ხედავს და შეიძლება რაც სიკეთე ქონდეს ადამიანს და ამერ დრო სასწაულზე ამოეგოს და ცოდვასაც ჩადიოდეს. უფალს ყველას ცხონება უნდა და ყველასადმი საშუალებას რომ განიშნოს ცოდვას და სიკეთის გზას დაადგეს, ცოდვასაც დაადგეს და აი ეს ხატი ღვთისმშობლისა ამ ერთ-ერთი ასეთი სასწაულის მაუწყებელია და სანუგეში ჩვენ და მოულოდნელი სიხარულით ეწოდება როდესაც ადამიანი ჩაბლული ცოდვაში ვეღარ გრძნობს და იმდან შეეგუება ცოდვას რომ ვერც კი ხდება რომ ცოდვას ჩადის სანამ უფალი რაღაც სახით არ ამხელს მას და ამ ხატზე აღსრულებული სასწაულით რომ მაცხოვრის ხელებზე ფეხებზე სისხლის წეთები გამოჩნდა და გაოცდა ეს ადამიანი მფლობელი ამ ხატისა. რამდენჯერ მიდიოდა ცოდვის ჩასადენად და ეს ნიშანი არ ეძლეოდა მას რომ ბოროტებაში ჩადიოდა. ერთხელ უფალმა შეიწყალა და გამოუცხადა. იმიტომ ეს ნიშნავს რომ ადამიანს ჯერ კიდევ სინდისი ბოლომდე დამწვარი არ ქონდა. და მიუხედავად იმ მრავალგზის ჩადენილი ცოდებისა უფალმა დაანახა თუ რას ნიშნავს მისი ეს მოქმედება ღვთის წინაშე და სამჟავროზე ამაზე პასუხს აგებს. შეიწყალა უფალმა ეს ადამიანი რაღაცა კეთილთვისებების გამო და ესე იგი გულწრფელობის ნატამალსაც ჰქონდა დარჩენილი რომ საბოლოოდ არ დაღუპულიყო და უფალმა ეს სასწაული მოუვიდა. ასე ჩვენთვისაც არის სასწავლებელი რომ ჩვენ ყოველდღიურ ჩვენ ცხოვრებაში ვერ ხვდებით როგორ დიდეთები ცოდებით და შეუმჩნეველი პატარ-პატარ ცოდებით. იქ განვიკითხე, იქ ლოცვა დამაეზარა, აქ დადარში არ მივედი, იქ სასწაული დამავიწყდა, იქ მარხვა დავარღვიე და უამრავი კიდე რაღაცა ემატება და თვითონც არაფერი ხდება და შეიძლება ხდება. ჩვენ უფალს შორდებით. სიტყვას შორდებით და ჩვენი სული უცხო ხდება ღვთისათვის და ამ სოფლის სულად იქცევა. ხო თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ პატარ-პატარ კენჭებით მთა აიგება ცოდვებისა და ამას სამჟავროზე პირდაპირ ერთი სიტყვით ხება რომ შენ მორწმუნე ადამიანის სინდისად რამდენი რამე ჩაგიდენია და ერთხელაც არ შეინანე. მადლობა ღმერთს რომ არის ტაძარი და მოძღვარი და არის ყოველთვის შესაძლებლობა აღშევების თქმის იმ ცოდვის განთავისუფლების ძლევის ცოდვაზე და წმინდა ზიარების მიღებით შენდობის მიღება ღვთისაგან. ესეც მოულოდნელი სიხარულია რომ ამ ესე იგი უბანში აშენდა ტაძარი. და მოსახლეობის სურვილი არ ყოფილიყო, არ აშენდებოდა. ისე თქვენთვის ეს მოულოდნელი სიხარული მოევლინა. თქვენი გულწრფელი სურვილი რომ ტაძარი ყოფილიყო, მანდ და სწორედ ეს ხატი ეწოდა სახელი თქვენ და სალოგეშოთ. მეთა დაგუხოთ გაკურთხოდა, აი მოულოდნელი სიხარული იყო და მშვიდობა დამყარდეს საქართველოში. გთხოვოთ ღვთისმშობელს რომ ეს დიდხანი ველოდებით გინდა, მაგრამ მოულოდნელად მოგცეს ეს მშვიდობა დედა ღვთისა. ამინ.